თემაზე უფრო ვრცლად სასაუბროთ პირდაპირ ეთერში მაცნე სტუდიაში მოვიწვიეთ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბატონო ირაკლი, ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა ეს თემა, საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა ამ კომისიის მუშაობის ირგვლივ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, თუ კი თვლიდით, რომ ეს პრობლემა აქტუალურია და საზოგადოებას ჭირდება დახმარება, რატომ არ შემუშავდა ბიუჯეტის დაგეგმვის დროს სპეციალური შესაბამისი პროგრამა, თანხა რომ სარეზერვო ფონდიდან არ გახარჯულიყო? მე აქ ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავ და რეზონანსული უნდა გახადოს ნაცნობი მოძრაობა სამწუხაროდ არ გამოვიდა. ეს არ არის რეზონანსული, იმიტომ რომ გარკვეულ ჯგუფზე არის გათვლილი ეს პროექტი უნდა გითხრათ და რაზე არის ლაპარაკი 50 ადამიანს დავეხმარეთ 200-დან შევარჩიეთ. აი ამ რაოდენობის ადამიანებზე არის ლაპარაკი, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ და არის ესეთი პროექტები, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ან თქვა ჩვენი ჯანდაცვის სამსახური ვერ უზრუნველყოფს ამ ადამიანების დაკმაყოფილებას, იმიტომ რომ გაწერილი არ არის პროგრამულად და არიან და დაზღვევაც. არის ისეთი კატეგორია, რომ ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და რაღაც 30%, რომელიც უნდა გადაიხადოს მას, იმის საშუალებაც არ აქვს. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ამას კომისიურად და თვითონ დიასამიძე ნაცნობი მოძრაობის ფრაქციის წევრი ბატონ გია წევრი კომისიის ერთ-ერთი წევრი ნაციონალური არის, რომელიც ესწრებოდა პირველივე სხდომას და მისი რეკომენდაციებით ძალიან ბევრ ბენეფიციარს მივეცით დახმარება და მას როგორც ეკიპს ისე დავეკითხეთ, რომ აი თქვათ შესაძლებელია თუ არა. ხშირად და აქ მიდის კონსენსუსის წესი და არა. ბატონო ირაკლის, მინდა რომ მაყურებელმა სხვანაირად გაიგოს, ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ საკრებულოს ეს პროგრამა არ უნდა განახორციელებინა, ასეთი პროექტი არ უნდა ამოქმედებინა. უბრალოდ თქვენი ოპონენტები იმაში გედავებიან, რომ ეს შესაძლებელი იყო თავის დროზე გაწერილი იყო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, რომ ანუ ეს პრობლემა მაშინაც არსებობდა, ეს პრობლემა ეხლა არ წარმოიშვა. გეტყვით ეხლა რაში არის. ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც აწუხებს ამ ადამიანებს, მსგავს ადამიანებს, გაწერილი არის პროგრამულად, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ამა თუ იმ ადამიანს პროგრამულად ვერ ეხმარები და ეს არის გადაუდებელი, თქვა გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში, რომ ჩვენ მობილურად ვიმოქმედოთ, ასეთი ხარჯები გასულ წელსაც გასწია. მერიამ დაახლოებით 200,000 ლარი იყო დახარჯული ამ ფონდიდან და არც არავის კითხვით ნიშნები არ ყოფილა დავასრულეთ თუ შეიძლება. ქალაქის მერმა ბატონმა გია ერმაკოვმა იმის გამო, რომ ახალ დანიშნული არის და მან არ გასწია, თქვა რისკი და თქვა მოდი კოლეგიალურად განვიხილოთ და შევქმნათ ჯგუფი, კომისია, რომელიც კომისიურად გადაწყვეტს და თქვა სუბიექტი. ეს გია ერმაკოვის ინიციატივა? რა გია ერმაკოვი განკარგავს ზუსტად ამ ფონდს უნდა გითხრათ და ჩვენ ვაძლევთ კომისიის ინიციატივის შექმნის იდეა იყო ზუსტად მერიისა, ისინი გთხოვდნენ ჩვენ, რომ აი კომისიურად გაგვიხილა ჩვენ ამა თუ იმ ადამიანს როგორი დახმარება ჭირდება. ცუც ამაში ვერაფერს ვერ ხედავ. ჩვენ რომ ეს მოსყიდვისთვის გდომოდა, მაშინ გია დიასამიძეს არ მოვიწვევდით და გია დიასამიძეს არ დავეკითხებოდით ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ვის მივცეთ თანხა თუ არ მივცეთ თანხა. ამიტომ ეს არის ჭიქაში ქარიშხალი და როდესაც ნაცნობი მოძრაობა და გიორგი კითაძე ჩვენ ბრაუზდებს მოსყიდვაზე, მე იმიტომ გამოვიტანე დღეს სამზეოზე. ეს ქექვა კი არ არის, ეს არის დოკუმენტი, რომელიც თავის კომენტარში მოგიწოდათ, თუ კი რაიმე არის სადავო ეს ჩემი საქმე არ არის. მე არ უნდა მიმართო ამ საქმით თუ დაინტერესდებია დავასრულებთ ამ თემას თუ დაინტერესდება საგამოძიებო ორგანოები, ალბათ დაინტერესდება, იმიტომ რომ ეს ცნობილი თემა 2008 წელს ნათია ზოიძემ ცნობილმა ჟურნალისტმა ბათუმმა გამოიძიეს საგამოძიებო საქმიანობით და დაამტკიცა, რომ 600,000 ლარი უმიზნოდ არის 1000 კაცზე მიცემული, ეს სოციალურად დაუცველებზე კი არ არის. ამ ადამიანებმა თითქოს და სოციალურად დაუცველი ადამიანების საქმე შეისწავლეს. რომ ამ მაგალითების გათვალისწინებით ჩვენ აბსოლუტურად კანონის ფარგლებში მუშაობთ, კანონის ფარგლებში ვდგავართ და უნდა გითხრათ, რომ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. განსხვავებით გიორგი კითაძისაგან, რომელსაც ალბათ დაუსვამენ კითხვებს და ვერ გასცემს თუ რატომ დაიხარჯა 600,000 ლარი, ისევე როგორც თქვა თბილისში გიგულავამ და ბატონმა მერაბიშვილმა დაახარჯეს ამ ტიპის ხარჯები გაწიეს მილიონები
მოისყიდეს მოსახლეობა. დავაუდოთ მოვლენების განვითარებას, შესაძლოა რაიმე სიახლეები აღმოჩნდეს ამ თემაში. მე მინდა ისევ სარეზერვო ფონდს დაუბრუნდეთ ბატონო ირაკლი. როდესაც საუბარია სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფაზე, რამდენად შეესაბამება სარეზერვო ფონდის ფუნქციას ამ პროგრამისთვის თანხების გადანაწილება? იმიტომ რომ სარეზერვო ფონდი არის გაუთვალისწინებელი დაუგეგმავი ღონისძიებებისთვის და ეს პრობლემა არის, რომელიც არსებობს და ამ პრობლემის შესახებ ჩვენ ვიცით. ჩვენ ისეთ ადამიანებს უწევთ დახმარებას, რომლებიც ზუსტად გაუთვალისწინებელ ხარჯებთან, გაუთვალისწინებელ გარემოებებთან არის დაკავშირებული და უნდა გითხრათ, რომ სარეზერვო ფონდში არსად არ წერია ის, რომ არ შეიძლება ამ ტიპის ადამიანებს ჩვენ დახმარება გაუწიოთ. ამიტომ ჩვენ კანონის ფარგლებში მოქმედებთ ამ შემთხვევაში და არც ერთი არა კანონიერებაზე არ ვსაუბრობთ ბატონო ირაკლი, უბრალოდ თუ კი მოხდება სტიქიური უბედურება ან რაიმე ხანძარი, ამ შემთხვევაში შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ სარეზერვო ფონდში აღარ იყოს საჭირო რაოდენობის თანხა. მე გეტყვით, ამ შემთხვევაში მუშაობს სხვა კომისია, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ, სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალის დამხლელი კომისია. ეს კომისიას მუშაობს, ამ კომისიას აქვს ძალიან ისეთი ფუნდამენტალური შესწავლის საშუალებები, ვის სწავლობთ ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა დიდთვალობის ან ხანძრის გამო, რომ ჩვენ მოქალაქეებს იმ შემთხვევაში, რასაც კანონი ითვალისწინებს, არ დავხმარებოდით. ჯერჯერობით ჩვენ ეს თანხა გვაქვს. თუ თქვათ, ეს თანხა აღარ იქნება არჩევნების შემდეგ, შევხედავთ ახლა ჩვენ კანონი გვავალდებულებს არჩევნებით 40 დღით ადრე შევწყვიტოთ მსგავსი მოქმედებები. ჩვენ რა თქმა უნდა ამას არ გავაკეთებთ და სასაცილოა 50 ადამიანზე თუ დგას ნაციონალური მოძრაობის ბეთრიგმალი 50 ადამიანი არის ამ ეტაპისთვის. ეს პროგრამა კომისია ხომ განაგზობს მუშაობას წლის ბოლომდე. ეს კომისია განაგზობს და არა გაიზრდება შესაბამისად ადამიანების. გარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად არ არის დაკავშირებული არჩევნებთან. ჩვენ ჩავატარეთ ნორმალური არჩევნები ჩვენს ქვეყანაში და არ ვაპირებთ ამ არჩევნების კვაზიფორმის მიღებას, ისევე როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა. არასამთავრობო ორგანიზაციები რა თქმა უნდა ამბობენ, რომ ეს წინასაარჩევნო კანონდარღვევაც არ შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა ისინი საშიშროებას გამოთქვამენ, გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის წინასაარჩევნოთ აქტივისტების მომზადებისთვის შემუშავებული პროგრამა. ეს არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის კომენტარი. მე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებ, როდესაც ჩვენ მსგავსი კომისია გვექნება დაესწრონ, გუშინ ჟურნალისტებსაც მივმართე, აბსოლუტურად ტრანსპარენტული ვართ, შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მოვიდეს და ესროს და ნახოს რა ტიპის ადამიანებს ვაძლევთ. ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ, მხოლოდ განცხადებას განვიხილავთ, იქ ადამიანები არ მოდიან. გასაგებია, მაგრამ ეს განცხადება უკავშირდებოდა სწორედ იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მნიშვნელოვნად ითვალისწინებს რწმუნებულების პოზიციას კომისია. ანუ რწმუნებულს მიმართავს კომისია, რომ დაადასტუროს ადამიანი. ამას გიორგი კითაძე ამბობს ასეთ რომ ნამდვილად ეს არ წერია? ნამდვილად როგორ არის? ჩვენ ნახულობთ რამდენად სოციალურად არის დაუცველი ადამიანი. ქულებს ვამოწმებთ რამდენი ქულა აქვს. ამის შემდეგ კიდე ჩვენს გამგებელს ვავალებთ რომ მივიდეს და ოჯახში შეისწავლოს ის პირობები ნამდვილად შეესაბამება ის განცხადებაში აღნიშნულ მოცემულობას თუ რაიმე რგოლი არის გამგებელი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა გამგებელიც და არა მარტო ოჯახს არ ჭირდება და ამ შემთხვევაში არა მარტო გამგებელთან მიდის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის თანამშრომელი სპეციალისტი და მასთან ერთად ამოწმებს იმ ქულების რაოდენობას, იმ საოჯახო პირობებს და თუ თქვა ჭირდება. მაგრამ ამისთვის გვაქვს სოციალური სააგენტო, რომელსაც ეს ქულები უკვე დათვლილი აქვს და ოჯახის მდგომარეობა შესწავლილია. გასაგებია, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ადამიანი, მაგალითად, ჩამოვა ქალბატონი ჭარხალაშვილი, რომელიც ზუსტად რამდენიმე დღის წინ მის მეუღლეს გადაურიცხეთ თანხა. 30% რო არ გადაგვერიცხა, იყო სიკვდილ სიცოცხლის ამბავი. გულზე უკეთებდნენ ოპერაციას და ის 30%-იც არ ქონდა, იმიტომ რომ სოციალურად დაუცველია. ჩვენ რო არ მიგვეცა თანხა, ოპერაცია არ ჩატარდებოდა, ეს ადამიანი ამ პროგრამის აუცილებლობაზე არ არის ბატონო ირაკლი დავა, ეს გაუმართლებელი იქნება, ვინმე შეგედავოთ რომ ამ ადამიანს და არ დაეხმაროთ. უბრალოდ არის ფორმაზე საუბარი. მხოლოდ მსგავს სიტუაციებში ფორმა ოპონენტების შეფასებით. მე ოპონენტებს მიმართავ და ვისაც აინტერესებს მობრძანდნენ და ნახონ რასთან არის დოკუმენტაციასაც გაეცნონ მოვიდნენ ამ კომისიის თომას და შეხედონ როგორ ვაძლევთ ჩვენ რეკომენდაციებს. ბატონი გიორგი დიასამიძე, რომელიც არის ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე, ის ესწრება ამ სტომას, პირველივე სტომას და ძალიან ბევრი რეკომენდაცია თვითონ ნაციონალური მოძრაობის წევრმა გამოიწვია, მიგვეცა თუ ნამდვილად არ მიგვეცა. ერთად
კითხვები გაუჩნდა სხვა პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს. თემურ ჭანტურიშვილმა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის წინასაარჩევნო პიარი, რომელსაც ძალიან ხშირად მიმართავდნენ მართველი. აი გეუბნებით მე თქვენ სამარცხვინო წინასაარჩევნო პიარი. სამარცხვინო არის ის მომენტი, როდესაც ბატონი თემური ამას ლაპარაკობს, როდესაც არ არის ჩახედული საქმეში და თქვა ამას ზერელად ლაპარაკობს. ბატონი თემურიდან გასაკვირია ნამდვილად. რაც შეეხება ასეთი თანხა ჩვენ 200,000 ლარი შარშან გავხარჯეთ. არის ყოველ წელს ჩვენთან არის ასე ვთქვათ 2 წელი აღარ იქნება ახლა არჩევნები. რა ვქნათ, ასეთ ადამიანებს არ დავეხმაროთ, ხელი არ შევუწყოთ, ისინი ჩვენი მოქალაქეები არ არიან თუ იმის მიზეზით რომ აი შიშ დიდი თვალები აქვს და იმის გამო რომ ვიღაცა რაღაცას იტყვის, ამის გამო ჩვენ ასეთ დახმარება არ გავუწევთ. აქვე მინდა გკითხოთ საშუალისთვის. ქართულ ოცნებაზე არ ჭირდება მოქალაქეების მოსყიდვა. ეს ცალსახად არის დეკლარირებული, ეს არის ჩვენი ცხოვრების კრედო. აქედან გამომდინარე, ახლა სიცხვილეა მართლა ამ თემის სპეკულირება. თემები არა. ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომლებიცაც არავითარი შანსი არ აქვს. თემურ ჭანტურიშვილს გულისხმობ და თუგინ გია კითაძეს, რომელთაც ნამდვილად არ აქვს შანსი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და თქვა რაღაც შედეგები დადონ ამ არჩევნებზე. აქვე ბოლო კითხვა მინდა თვითონ კომისიის შექმნაზე დაგისვათ ბატონო გავრცელდა ჩანაწერი საკრებულოს ხდომის, სადაც თქვენ თვითონ ამბობდით, რომ ეს კომისია რა ვითარებაში შექმნა არ იცოდით და თქვენ როგორ აღმოჩნდით ამ კომისიის თავმჯდომარე, ესეც არ იცოდით. უბრალოდ აქ მინდა გკითხოთ, ეს არ არის ჩემი კითხვა. ნაჩქარებად შეიქმნა თუ არა კომისია, იმიტომ რომ ამ კითხვებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე თქვენ არ იცოდით საერთოდ რომ თქვენ იქნებოდით კომისიის თავმჯდომარე, შეიძლება თუ არა დავასკვნათ, რომ კომისია შეიქმნა ნაჩქარებად. გიდასტურებთ, ეხლა დიახ, ნაჩქარებად შეიქმნა, იმიტომ რომ მერი ახალდანიშნული იყო და მერი მერის ინიციატივა იყო ამ კომისიის შექმნა. მერის ინიციატივაც იყო და რა თქმა უნდა მერის ინიციატივაც იყო, რომ რაც შეიძლება დროულად ყოფილიყო, თქვა ასეთ თანხები გაცემული. რაც შეეხება, ეს იყო ბიუროს სხდომა და არა საკრებულოს სხდომა და ბიუროს სხდომაზე რომ მომაწოდეს მე ეს დოკუმენტი, მე გავიკვირე, იმიტომ რომ ერთი კომისიის ხელმძღვანელი ვარ. და წავედი მართალი გითხრათ ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ ადრე მერი განკარგავდა ამ ფონდს. აქედან გამომდინარე ჩვენ კოლექტიურად ხელმძღვანელობთ დღეს თვითმმართველობას და არც გასაკვირია არ არის. რატომ გახდა ესე ნაჩქარებად? მაშინ ძალიან მოკლედ რომ მითხრა. ესე ნაჩქარებად რატომ მოხდა ამ კომისიის შექმნა? მე არის ახალდანიშნული მოვალეობის შემსრულებელი. ხო, მაგრამ კონსულტაციები შეიძლებოდა, ხო შეიძლება კონსულტაციები გავლა და ამის შემდეგ ანუ თქვენ მინიმუმ თქვენ ყოფილიყავთ საქმის ყურში ჩაყენებული. აქ იყო ამ კომისიის ხელმძღვანელობაზე ლაპარაკი. მე მეგონა რომ მერი იქნებოდა ამ კომისიის ხელმძღვანელი ან თვითონ განკარგავდა. აქ არავითარი ის უხერხულობა არ არის. ეს იყო ბიუროს მუშა სტომა, სადაც მე გამოთქვი ჩემი გაკვირება, თუმცა როდესაც გავეცა ეს სიტუაცია, არც არაფერი გასაკვირი არ არის ამ ბავშვი და არც არაფერი ცუდი არ არის, რომ ანუ ფაქტობრივად ბატონმა ერმაკოვმა გადაწყვიტა, რომ ირაკლი ჩავლეიშვილი იყოს ამ კომისიის თავმჯდომარე და თქვენ არ შეეწინააღმდეგეთ. თუ გინდა ასეც ვთქვათ რა, არაფერი ცუდი ამაში არ არის, ბატონი გიორგი ერმაკოვი ამ შემთხვევაში არის ჩემი მოადგილე და საერთოდ რომ იცოდეთ დღევანდელი კანონმდებლობით აღმასრულებელზე წარმოადგენლ ორგანოს ხელმძღვანელი ვარ ამ შემთხვევაში მე, მაგრამ ამ ფონდს განკარგავს ბატონი გია ერმაკოვი მერის მოვალეობის შემსრულებელი. არაფერი არ არის. როგორ არის ბატონი გია ერმაკოვი? ამ კომისიაში არის ჩემი მოადგილე. კარგი ბატონი ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვეცით. მე მგონი ყველა კითხვას უპასუხე, არც არაფერი არ არის. ეს არის რა იცით თითიდან გამოწვეული თემა. თემები არა აქვს ნაციონალურ მოძრაობას და ეძებენ აი რაღაცა. უკეთესია რა დანაშაულიც აქვს, რა დანაშაულიც აქვს ჩადეილი ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენი ქალაქის წინაშე 600,000 ლარი 2008 წელს რო ასე შეჭამეს, აი იმაზე გავქცეს ბატონმა გიორგიმ პასუხი. უკეთესი არის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ტელემაყურებელს. შევახსენებ პირდაპირ ეთერში მაცნეს სტუდიაში ჩვენს კითხვებს პასუხობდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი. განვაგრძობთ გამოშვებას. ბათუმის მერიას